რა ვიცით, არასდროს არ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი 9 აპრილი 99 წლის მერე შემდეგ როგორც წელს. ჩვენ უნდა დავიცვათ ის მონაპოვარი, რაც მოვიპოვეთ 99 წელში. 2 აპრილი გვაქვს ჩვენ. ერთი არის ის 99, ერთია 91. 91 სადაც გამოცხადდა ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ეს მონაპოვარი იკარგება და ჩვენ გძნობთ, რომ ყოველ წუთს ჩვენი თვითმარქვია მთავრობა, რომელიც მთავრობა არ არის, ესენი არიან, ამათ შეიძლება ყველაფერი დაარქვა მთავრობის გარდა, კარგავენ ჩვენ დამოუკიდებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვიждეთ სახლებში და უყუროთ აქედან ამას. ეს რაღაც ორგანიზებული რაღაც ჯგუფია, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, საქართველოს დაკარგოს დამოუკიდებლობა და ამიტომაც ეს 9 აპრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის უკვე დაგეგმილი როგორ ჩაივლის ეს 9 აპრილი, თუ გნებავთ მე თქვენ რაღაც ნაწილს შემიძლია მოგიყვე, იმიტომ რომ აქ მარტო მე არ აქ ჯგუფია მთელი შექმნილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კარგი პიროვნებების, რომელიც ამას ვაყალიბებთ. და ესე იგი ეს იქნება რომ ჩვენ ვიკრიბებით ყველანი საღამოს 8 საათზე 8-ში და 12 საათიდან იწყება უკვე ხალხთან საუბარი და დილის 4 საათამდე 4 საათზე ზუსტად მაშინ როდესაც როდიონოვის ჯარი შემოიჭრა და აჩეხა ჩვენი თანამემამულენი, აი მაგ დროს ჩვენ გვაქვს კურთხევა უკვე უწმინდეს და უნეტარესისგან და ქაშვეთის ეკლესიის ზარები დაარეკავენ. შემდეგ სასულიერო პირი აღავლენს პანაშვიდს, ჩვენ სანთლებით ხელში ვილოცებთ მათთვის. იქ იქნებიან ჩვენი მგალობლები, რომლებიც შეასრულებენ საგალობლებს. შემდეგ გამოსვლებია უпроსორად გამოსვლებია წერილები გვინდა რომ წავიკითხოთ ჩვენი სინდისის პატიმრების და მათ მახლობლებმა მშობლები იქნებიან დები თუ ძმები, მათ წავიკითხონ ეს. რაც თავარია ტელევიზიით იქნება პირდაპირ ტრანსლაცია. აი 1 საათის მაინც 4 რო დააგდება დილის 4 საათზე 15 წუთი რო დააგდება 1 საათი მაინც, იმიტომ რომ უამრავი ზარი შემომდის მე საზოგადოებიდან და რაიონებიდან რომ უნდათ მონაწილეობის მიღება, ნუ ეხლა ვერ ჩამოფრინდებიან ამ ერთი დღის გულისთვის. ამიტომ ბატონებო, აი მოგმართავთ, მადლობა ტელევიზიებს, რომ თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ამას პირდაპირ ეთერში უყუროთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ საღამოს. ამის გარდა დიდი მოთხოვნა რომ დაიდოს ფიცი და ფიცი დაიდოს ისეთი, რომ ჩვენ ვიგზნოთ რომ ყველანი ერთად ვარ. ეს ფიცი უკვე დაწერილია, ეს ფიცი უკვე არსებობს და ღამე არ წაიკითხება ეს ფიცი, უბრალოდ დილით არ წაიკითხება, ეს წაიკითხება 12 საათზე და 30 წუთზე უკვე 19 რიცხვში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ალბათ დილით, ბევრ ადამიანს გაუჭირდება დილით ყოფნა, დილის 4 საათზე ღამის განმავლობაში და ამიტომ ისინი მოვლენ იმ დროს, როდესაც 91 წელში ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს იყო ზუსტად 12 საათსა და 30 წუთზე. კი, ვინ დებს ამ ფიცს ბატონ ბარი? ამ ფიცს დებს ყველა იქ მოსული ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუდგეს გვერდში საქართველოს დამოუკიდებლობას. და ეს იქნება რა არის უნდა ვიგზნოთ რომ ვითხრათ რა ხდება ამ ფიცის შინაარსი რა არის? ამ ფიცის შინაარსია რომ ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ საქართველოს დაბრუნდეს ისევ უკან. მე არ მინდა ეხლა ზუსტად თქვა, იმიტომ რომ მაგრამ აქ ფიცში არის ისეც რომ აუცილებლად უნდა დაუდგეთ ჩვენ ყველანი ერთმანეთს გვერდში, თუ გინდათ სინდისის პატიმრებს არ უღალატოთ, თუ გინდათ სხვას, თუ გინდათ საქართველოს უკუსლაზე უნდა გქონდეს ძალიან დიდი რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რომ
ის მონაპოვარი რაც მოგვცა ჩვენ კი ბატონო. წინა 9 აპრილმა ის ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. კი ბატონო. და ბატონ პაატა კიდევ ერთი კომენტარია თქვენი, რომელიც რაღაცნაირად ესე ვთქვათ, განხილვის ამბავი გახდა. ეს ამ ღამეს ეხებოდა, სწორედ, როდესაც აი ესეთი რამ თქვით, ციტატას წავიკითხავ. ჩვენ ასე თუ გავაგრძელებთ და ეგეთი ტემპები თუ ვიარეთ წინ, მალე ქვეყანა აღარ გვექნება, ვიქნებით სადღაც გადაკარგულ გულში, გამოვდივარ წინადადებით, გადაეცით ყველას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, ამიტომ მე შემოვდივარ წინადადებით ვაცადოთ კიდევ 8 აპრილამდე და 8 აპრილს შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ ვიყოთ ბოლომდეო. ისევ იგივე აზრზე ხართ ბატონ პაატა და აი უფრო რომ არა, აქ რა არის? ეს არ დავიშალოთ არის რომ რაღაც აი დილამდე დავრჩეთ 9-მდე თუ რაღაც სხვა არ დაშლა. არ დავიშალოთ ეს რა არის, იცით? აი მოდით ნახეთ, აი ამდენი 1000 ადამიანი შევიკრიბეთ ჩვენ 31-ში და ჩვენი ბატონი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე გამობრძანდა სიტყვით თქვა და 1 საათში ჩვენ ამდენი 1000 ადამიანი დაიშალა. ეხლა არ დავიშალოთ არის ის რომ 24 საათი უნდა ჩვენ ვიყოთ ყველანი ერთად. და ეს 24 საათი ჩვენ მოგცემს იმის შეგრძნებას და შესაძლებლობას რომ ჩვენ დავინახოთ რა ძალა გვაქვს. ეს 24 საათიანი აქცია იქნება აი ზუსტად ჩვენი ძალის დანახვა. იმიტომ რომ ეს მაინც ღამეა და მე ამიტომ თხოვნაც მექნება ვინც ღამე ვერ ძლევთ ბატონებო თქვა ძილობას. 24 საათის მერე შეიძლება დაშლა ბატონ პაატა. ბატონო 24 საათის მერე უკვე შეიძლება. რა თქმა უნდა 24 საათი, იმიტომ რომ იქვე გამოცხადება, აი მაგალითად ჩვენ ახლა ვიცით რომ 14 აპრილს სტუდენტებს აქვს დაანონსებული დედაენის დღე. ჩვენ აუცილებლად უნდა ყველანაირად იქვე დავანონსებთ რომ უერთდებით სტუდენტებს და ჩვენ ერთად თავარია ჩვენ ვიგზნობთ ახლა ისი ძალა გვაქვს ჩვენ რამდენი ვართ რას ვაკეთებთ და აი გამოჩნდება ყველაფერი. კი ბატონო. აი პრეზიდენტით და პარტიებით რატო ხართ ბატონ პაატა? მაყოფილო პრეზიდენტით სალომე ზურაბიშვილით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტით, უბრალოდ და პარტიებით რატომ ხართ უკმაყოფილო, რაც იგრძნობოდა აი ამ თქვენს პრეზიდენტის მე ვიტყვი კომენტარში, უფრო კონკრეტულად კი ხედავ რომ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ და პრეზიდენტი ხომ საერთოდ ეს თქვენი ციტატა არის. დიახ. აი პოლიტიკურ პარტიებზე მე მაგალითად ვისურვებდი როგორც ყველა ჩვენთაგანი რომ ისინი გაერთიანდნენ აი ეს ამ მხედველობაში ვერ ახერხებენ ისინი გაერთიანებას ამ მომენტში არ გამოდის ბატონ პაატა ხო და მაგაც ზუსტად მაგით ვთქვი არ არის საშველი გამაგათი გაერთიანების გარეშე ბატონო არ არის რამე სხვა გამოსავალი მათი გაერთიანების გარეშე აი მაგით სხვა გამოსავალს ხედავ ზუსტად იმაში რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რაღაც კეთება და აი ზუსტად ავიღოთ ხელში მართვის სადავეები აი ზუსტად მაგაში ვხედავ მე გამოსავალს ახლა მე არ მინდა რომ სტარი რაღაც აზრები თქვა ისეთი სტარი მომავალი რომ აი ახლა ჩვენ დავიწყებთ და უკვე ყველაფერს გავაკეთებთ მაგრამ უნდა ვცადოთ იმიტომ სხვა გზა არ არის სხვა გზა არ არის პოლიტიკური პარტიები თუ არ გაერთიანდნენ ეს გამოდის რომ ისინი თამაშობენ ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის თამაშს და ამიტომაც სულ არ გვინდა ჩვენ ეგეთი რამ და პრეზიდენტზე მე უბრალოდ პრეზიდენტზე მე არც მინდა ცუდი ვთქვა არც მინდა კარგი ვთქვა მაგრამ ერთი ის არის რომ როდესაც იბარებ 31 წრისხი ხო მისი გამოცხადებული დღეა და როცა მოდის 100,000 ადამიანი ბაბათია და ცოტა მეტი სათქმელი უნდა გქონდეს სხვანაირად არ უნდა აი რისი მოსმენა გინდოდათ მაშინ მე მინდოდა რომ აი რაღაცა გეგმა იქნებოდა რომელიც იტყოდა აი დღეს ამას ვაკეთებთ ხვალ ამას ვაკეთებთ ზეგ მაგრამ რაღაც პლატფორმის შექმნა რომელიც მომავალში შეიძლება რაღაცა მოგწეს აი შეიძლება არ მოგწეს იქ არაფრის თქმელი იყო და ხალხი ძალიან მე რატო ამოვედი სცენაზე იმიტომ კი არა რომ მე მინდოდა რაღაცა მეთქვა მე ამოვედი სცენაზე იმიტომ რომ ვიგძენი რომ ეს ხალხი თუ წავიდა ახლა და დაიშალა ასე ამათ ჩვენ ვეღარ შევკრიბავდით და ამიტომაც ნადიმ ხმალაძე და მე ავედი სცენაზე და იქ მოუწოდეთ ხალხს რომ 8-ში ეს სპონტანურად იყო ეს ყველაფერი თქვენ არ გეგონათ რომ ინო მომზადებული იყო იმიტომ რომ ასე ხალხის შეკრება რომელიც ასეთი იმედით მოდის იმედი და უნდათ რომ რაღაცა შეცვალო, იმიტომ ყველას მობეზდა ეს როგორ ვთქვა ეს არაფრის თქმელი ვინც არიან ამ მთავრობაში არ ვიტყვი. ყველას მობეზდნენ ესენი ისე რომ ყველას შეცვლა უნდა და ეს რაც თავარია ხალხი არის უმეტესობაში. ჩვენ უმრავლესობა ვართ ჩვენ ვართ ყველაფერი და ეს პატარა ბრბო ვიღაცა გმართავს ჩვენ და რაღაც კანონებს იგონებენ და ამ კანონებით გვასამართლებენ, გვაჯარიმებენ,
რა ვიცი, გწემენ, გვასახიჭრებენ, რა ვიცი რა, გვწამლავენ, ყველაფერს. რეკორდსმენი ხართ ბატონ პანტა ამ ჯარიმების, ხო? ბატონო, არა ვარ მე რეკორდსმენი. მე არა, მე მარტო 6 ჯარიმა მაქვს. 6 ჯარიმა არ არის კაცო. იქ ძალიან ისეთი უკებიჭები არიან 19-20-ი ადიან. კი ბატონო. და ბატონ პანტა, აი თქვენი აზრით რა აკლია ამ პროცესს? აი რაღაცა მწუხილები გააქვთ, რომ მეტი გინდათ, გეგმა გინდათ, რაღაცა აი თითქოს გჭირდებათ, რომ აი რაღაცნაირი დღის წესრიგი არსებობდეს ალბათ, ხომ? აი რა არის კონკრეტულად? აი რა არის ის აქტივობა, რომელიც როგორც ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად უფრო მეტ ადამიანს, აი ტელევიზორში რომ უყურებს სახლში და რომ ფიქრობს, რომ არა, ეხა მე იქ უნდა ვიდგე, იქ უნდა გავიდე. აი ასეთი რა შეიძლება იყოს, რომელიც უბრალოდ ვერ გაგაჩერებს სახლში და ასეთ დღეებიც ახსოვს სხვათა შორის უახლოეს მომავალში გვახსოვს, ხო, ჩვენ ესეთი დღეები. მე ვიტყვი, თავიდან დავიწყებ, რომ რა ქნა ამ პროცესმა 130 დღემ, რომელიც ყველანი ვართ გარეთ რუსთაველზე, რა ვიცი, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, იქ ვინც ვართ. გააკეთა ის, რომ ამ თავრობას ჭყალებში, რა თქმა უნდა, არ ცნობენ არც აქ, არ ჩვენ არ ვცნობთ, არც საზოგადოებრივ. ლეგიტიმაცია არ მისცა არავინ. ეს გააკეთა მარტო, მოდი ვთქვათ, ამ პროცესმა, ამ აქციებმა. სხვას არაფერს არ გაუკეთებია. გარდა მაგისა, ჩვენ ლეგიტიმაცია მივეცით ჩვენს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც გრძნობთ, რომ დღესაც არის ის ჩვენი პრეზიდენტი. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ის არის ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც აკეთებს ჩვენს საქმეს. და ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად და ჩვენ ყველანი მისი საზოგადოების ვოიაჟებით, იმიტომ რომ იქ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება. ასევე ძალიან კმაყოფილები ვარ ჩვენ ოპოზიციის ცალკეული აი ესეთი სტრასბურგი იქნება. უკმაყოფილორითი ხართ ბატონ, ამას კითხულობ, უკმაყოფილორითი ხართ თქვა ამას. უკმაყოფილო ვარ, რაც ხდება შიგნით ქვეყანაში. ქვეყანაში ესენი ვერ ართმევენ თავს ვერაფერს. აი ამით ვარ უკმაყოფილო მე და გადით თელი რუსთაველი მაგით უკმაყოფილო. და ამიტომაც რაღაც უნდა მოხდეს, ახლა აი მშობლებას შექმნეს პლატფორმა თუ რაღაც გაერთიანება. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, ჩვენს გვერდში დაუდგებით, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაც უნდა იყოს ისეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამას ყველაფერს წინ გასცემს. თუმცა ეს პროტესტები თავის საქმეს მაინც ძალიან მაგრად აგებს. ხო ხედავთ, ფაქტიურად ჩამოშლილები არიან, უკვე აღარ იციან ვინსად დანიშნონ, ვინსად გაუშვან. ესენი უკვე ჩამოშლილები არიან, მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება რაღაცნაირი მამოძრავებელი ძალა.